Ატია, მოგესალმები. მოგესალმებით ბატონო გელა. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ჩვენს კომპანიაში მოსვლისთვის. ბევრი ვინმე გვეუბნება, რომ ყველა მეგრელებს ღებულობო სამსახურშიო, მაგრამ ესე არ არის, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხატი არის იურისტი და ამ კომპანიაში იქნება ჩემი პირადი იურისტი. ხატი არის რამდენი წლის? 24-ის. აი წარმოიდგინე, ახლა გაჩნდება კითხვა 24 წლის გოგო შეიძლება რომ შენი იურისტი იყოს, კომპანიასაც სალითვალით უყუროს. უყურეთ როგორ არის. ზუსტად 20, 22, 23, 24 წლის უნდა დაიწყო. პატარა შესტომები, როცა უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებ, შეიძლება პატარა შესტომები იყოს, მაგრამ ეს ყოველ დღე გამოსტორდება. თუ არ დაიწყე, ვერასდროს ვერ შესტომას დაუშვებ და ვერც გამოასწორებ. რა თქმა უნდა. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან კარგი. მადლობა თქვენ. ძალიან კარგი გუნდია, კარგი კოლექტივია. გვიცნობენ, ვიცნობთ და ასე შემდეგ. აგრეთვე ხატიას აინტერესებს, რადგან პირველი დღეა, რეალურად დღეს ვიწყებთ მუშაობას. აინტერესებს ჩვენი კაბინეტი, ხო? კი ბატონო, ძალიან მაინტერესებს. ვინაიდან ერთჯერ რო იყავი, მეორეჯერაც რო იყავი, სხვადასხვა კაბინეტებში ვნახე, ხო? მაგრამ ჩემ ძირითად კაბინეტში იშვიათად ვარ და რატომ გზადაგზა მოგიყვება. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ არა მარტო მე, მთელ საქართველოსაც ძალიან აინტერესებს ის სამუშაო სივრცე, სადაც თქვენ მთელ დღეს ატარებთ. კი. და სადაც მოგდით აი ეს გენიალური იდეები, ხო? კი. ეს არის მისაღები, აქ არის ჩვენი მდივანი, აქ არის ეს სურათი ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემთვის უახლოესი მეგობრები, ბატონი კოტი არის ჩვენი კომპანიის დირექტორი, ბატონი შალო არის დირექტორის მოადგილე და ბევრი მიმართულებით მუშაობს. მარიამი არის ჩემი კარგი მეგობარი, რომელიც ახლა უცხოეთშია და მალე ჩამოვა. ისი კაბინეტი ჯერჯერობით ესეა. აქ კიდევ არის მარიამის კაბინეტი არა, ერთი სიტყვით ეს არის ქუთაისის ცენტრის დირექტორი. ძალიან ეს პოპულარული ვიდეო და რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო. ეს არის ანი, ძალიან კარგი გოგო, არის ქუთაისის კომპანიის ჩვენი ფილიალის დირექტორი და ასე შემდეგ. ეს არის უშუალოდ რუკა, საიდანაც ამდენი წლის განმავლობაში აი რა გზით შეიძლება ავტომობილები შემოყვანა დაუშვათ საქართველოში. რაც შეეხება, ეს არის დუბაი, მე 30 წელი ამ დუბაიში ერთი ფეხი იქამ აქ და იქ ცხოვრობ ჩათვალე 50% ეს არის დუბაი ჩათვალე მთლიანობაში ერთ დროს 53-60 წლის უკან აქ არაფერი არ იყო და ახლა არის დუბაის საოცრება და აი ამ პალმაზე პირველი, მეორე, მესამე ტოტი არის და აი ამ მესამე ტოტზე, მესამე-მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. აბა მოგზავნით. როგორ მოგეწონება ჩვენი კაბინეტი. მოდი, რადგან ჩვენ დავიწყეთ და გვინდა ადამიანებს აინტერესებს და რა კაბინეტი მაქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა კაბინეტში მხედავენ, ეს დღეს მაგალითად ერთი ოპელის ფასია, იმიტომ რომ ეს არის უშუალოდ ორიგინალი, რომელიც დუბაის შეიხის ოჯახის წევრებმა განსაკუთრებული საჩუქრებით არის დატვირთული თქვენი კაბინეტი. მოგწონს? ძალიან მაგარია. აი უყურეთ, ეს ყველაფერი არის, აი რო ვამბობთ, ორიგინალიო. აი ეს ხო იცი რატოა აქ? მე ვარ ვერძი. დიახ. და ესეც ვიღაცამ გამოფენაზე თუ დაბადების დღეზე დუბაიში საჩუქრად გადმომცა. ესეც იგივე ავტომობილია, ესეც ორიგინალია. ნუ რასაც ხედავთ აქ, ყველაფერი არის ორიგინალი. ახლა გაგიკვირდება ამას რა უნდა აქ. აი ეს არის ციხეში გაკეთებული პატიმრების მიერ. ახლა დღეს რო ადამიანს უთხრა, აი თქვათ ეს გააკეთეო, ხო? აი ციხეში კი არა, გარეთ ამის გაკეთება
გაუჭირდებათ ამას რაღაც თავისი როგორი ორიგინალურია. ამას თავისი რაღაც დანიშნულება აქვს და არის ხელით გაკეთებული, ესეც ხელით გაკეთებულია. ესეც ხელით გაკეთებულია. აი ესეც ეს ყველაფერი არის, რასაც ხედავ აქ, ხელით გაკეთებული და ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. თავისი ისტორია და ეს ავტომობილები კიდე რაღაცნაირად სიმბოლურად მოპირკეთებულია, რა ვიცი, ბრილიანტის თვლებით ვითომ. თან თემატურია. კი, თან ორიგინალია, თან ავტომობილია და ესე შემდეგ. ეს არის ყველა, რასაც ხედავ ორიგინალები, როგორც კონიაკი, ულამაზესი და უდიდესი კოლექცია. ისე ვისკი, ეს არის ესაც ნაჩუქარია, დაბადების დღეზე თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე. აქ კიდევ ეს, რასაც ხედავ, ხო, ყველაფერი არის საჩუქარი. აი ეს ერთმა ახლა ვერ ვიტყვი აქ, ძალიან დიდმა თანამდებობის პირმა მაჩუქა. ნამდვილად და უსაყვარლესი მოდელი. ეს არის აი როგორ არის, იცი? აი საჩუქარი რო ღირს რა, საკა ადამიანს რო აჩუქოთ, ან არის საათი რა. ორმაგი დატვირთვა აქვს ესე იგი. კი, ძალიან მაგარი რამეა. აი ეს არის ორიგინალი მაკეტი Rolls-Royce-ის. ზუსტი ასლი არის ეს 25-26 წლის მოდელია. დოლარს ხედავ. ეს ჩემმა მეგობრებმა ისრაელიდან ჩამოვიდნენ 1-2 თვის უკან ეს ჩამომიტანეს საჩუქრად. ეს კიდევ ყველა ზოგი დაბადების დღეზე, ახლა ბოლო დაბადების დღეზე კიდევ ადრე და რა ვიცი. განსხვავებული მასშტაბის სასწაულს. კი ბატონო, ციხეში გაკეთებული ჭადრაკი, ახლა ამას მაგალითად ხომ? ხატია. დღეს რო ადამიანმა გადაიხადოს ნებისმიერი თანხა, ხო? ამას დღეს ვერც იყიდის და ვერც გააკეთებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 2 ცალი და ერთი დევს აგერ და მეორე დევს იქ. ეს კიდე ავტომობილები და ორიგინალი ბურთები. უცებ რო ბავშვები ხო იცი? მორბიან და ასე შემდეგ. კი. ეს არის ბებიაჩემი, რომელმაც აი ეს რო არ ყოფილიყო ეს ქალი, აი დათოა ჩვენი, აი წარმოიდგინე ბებიაჩემი დღეს იქნებოდა 105 წლის ესე დაახლოებით. აი წარმოიდგინე 100 წლის უკან, აი როგორი გამოწყობილია. და რა ლამაზი ქალბატონია, წარმოიდგინე 105 წლის უკან რა კარგი კაბა ეცვა, ახლა უკვირთ ეს კაბები, ხო იცი? აი მაშინაც ყოფილა, ხო? რა თქმა უნდა. აი ეს ტრენდულად გამოიყურებოდა ნუ. აი ეს დედაჩემია. აი ეს არის დედაჩემი. და ბებიაჩემს ყავდა ერთი ეს და აი მთელი ცხოვრება დაუთმო ამას და აი ეს რო არ ყოფილიყო ჩვენ არაფერი არ ვიქნებოდით. ყველაფერი ჩვენ დღეს რაც ვართ, თავში საფუძველი არის ამ ქალბატონის. კი ბატონო. მე კი ბატონო. პატრიარქს ძალიან დიდ პატივს ვცემ, აი დღეს ადამიანმა რომ ითხრას, ჩემთვის პირველი ადამიანი არის პატრიარქი და აი ეს სურათი არის მისი ნაჩუქარი და ეს ჩარჩო მე გავაკეთე. და მე სურათი გადავიღე და ვაჩვენე. ადრე და საპატიო ადგილს იკავებს თქვენს კაბინეტში. რა თქმა უნდა, ეს სანამ მე ვიქნები, იქნება და სანამ, რა ვიცი, მათაც ალბათ ამას როგორ ჩამოხსნეს. ნამდვილად. აი ეს არის ვებხვი სტყაოსნის წიგნი, ეს წარმოიდგინე რა დონეზე კეთდება და თბილისში აკეთებენ. ნამდვილად გასაოცარი. ბოდიში აი ის ვაჩვენოთ უყურე ეს ამოვცეთ უყურე ესენი აი რასაც ხედავ ხო აი უყურე ესენი ყველაფერი არის ორიგინალები, ორიგინალ მაღაზიებში ნაყიდი უყურე ესეთი რაღაცები მიყვარ ზოგი ნაყიდია და ზოგი კიდე საჩუქარი. ხო იცი ახლა ეს ამოდენა ყუთშია და როცა მაჩუქეს მე ვთქვი რა არის ესეთი და გამოდგა ეს. თუმცა ორიგინალი და პრესტიჟული საჩუქარი. აი ეს კიდე გამიკეთეს დუბაიში. შეიხის ოჯახის სიძემ რა. გებეთი და დაბადების კი ბატონო. ხო მაგარი გაკეთებულია. უმაგრესია. ამას ქვია მეგობრები. კი ბატონო. დედაჩემის კუთხე არის აქ. მე აქ ამოვდივარ, სანთელს ვანთებ. აქ ყოველ დღე ამოვდივარ, რომ სანთელი დავანთებ, სხვა კაბინეტებში ვმუშაობთ.
ეს ერთმა მეგობარმა მოიტანა ყვავილი და ეს ყვავილი რაღაცნაირად ისე გავაკეთეთ, რომ არის და არის. რომ დარჩენილიყო მაგდიულად. კი და რაღაცა იყო გასასხმელი, რაღაცა გავასხით, რაღაცა თვითონ მოიტანა. აქ ადგილზე არის და არის და დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონსაც. აქ მარტო ამოვდივარ ამ ეტაპზე თუ სტუმარი არ არის ან რამე, ორი კაბინეტი მაქვს ერთი ქვევით, მეორე აქ იურიდიულ სამსახურში და ადრე სულ აქ ვატარებდი დროს. ახლა როგორ არის ცი, რადგან აქ დედაჩემის ეს არის, არ მინდა ძალიან შევაწუხო, შეწუხდეს და სტუმრები როცა მოდიან ან რაღაც არის, თქვათ, ან გადასაღები ან სალაპარაკო ან მოსალაპარაკებელით სათათბირო ადგილი გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და რა ვიცი ახლა რაც შეიძლება ეს არის. ეს კიდე ბოდიშს გიხდით, ეს კიდე ქუთაისელებმა მაჩუქეს დაბადების დღეზე. ქუთაისელებმა მაჩუქეს სავაჭრო ცენტრი აქვს და აი ესეც და რაღაცნაირად როგორ არის იცი? აი იმდენად მომწონს, იმდენად უხდება ქაურობას ორივე რომ კი რაღაცნაირი აი ზუსტად ის არის რაც მე მომწონს. ეს კიდე კარგი რამეა, ეს კიდე არის ეს ავტომობილი მე მყავს დუბაიში და მისი ასლია და ეს თვითონ კი ეს მოყვებოდა თვითონ ავტომობილს. გასაგებია. საჩუქრად. მაგდენ ფულს რო გადაიხდი კი უნდა მოყვებოდეს, ხო? მინიატურული ასლი. კი ბატონო. მობრძანდით ახლა აგერ დავждეთ. გაბრძანდით და იმიტომ რომ მე თქვენთან რამოდენიმე შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. აღნიშნული შეკითხვები დარწმუნებული ვარ დღეს საზოგადოებასაც აქვს. კი ბატონო. და ვეცდები ის კითხვები დაგისვათ, რაც დღეს ქართულ რეალობაში აინტერესებს. კი ბატონო. თქვენს მაყურებელს და თქვენს გულშემატკივარს. კი ბატონო. ბატონო გელა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენტი ფიზიკურად არ ყავთ. მაინტერესებს რა გაძლევთ ძალას და რა გაძლევთ ყოველდღიურად мотиваციას, რომ შექმნათ ისეთი ტრენდები, რაზეც საზოგადოება ილაპარაკებს თვეების, კვირების განმავლობაში და იქნებით მუდმივად აქტუალური. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო აი ამ კითხვისთვის, შეკითხვისთვის და მე ახლა დროს გამოვიყენებ და აი ესე ვიტყვი. ამ სიძლიერეს, ამ ენერგიას და ამ ყველაფერს, რაც ვიყავი, ვარ და მომავალშიც ვიქნები, ეს არის ის ქალბატონი. დედა. კი. აი დედამ ჩვენ პატარა წერილი დაგვიტოვა და მითხრა, წერილზე დაუწერია, რომ დედაზე არავის არ შეაგინებია. ისე კაცურად ვიცხოვრე და მიმიხედე ჩემი ძმა ჩემზე უფროსია და შენ ძმასაც მიხედე და შენს დასაც წარმოიდგინე. სიძლიერეს და მოტივს და ამ ქვეყანაზე რამეს თუ წარმოადგენ, ეს არის ამ ორი ადამიანის დამსახურება. დედა და ბებია. კი, დედა და ბებია. მამა ჩემისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ბებია ეს მაგარი ქალი იყო და ყველაფერი გააკეთა, რომ გვესწავლა და ალბათ შორს რო წავსულიყავით. ახლა მინდა ხატია დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მოსახლეობას, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას არა, იმ დედებს, იმ მამებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან საზღვარგარე წასულები, მუშაობენ, შრომობენ და იმ ორ კაბებს უგზავნიან თავიანთ შვილებს, კი ბატონო. ოჯახს და არჩენენ. ესენი არიან ის დედები, მე არ ვიცი აი როგორ გადაუხადო ამ ადამიანებს მართლა მადლობა. რატომ? ჩვენ იცი რომ მათზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არავინ არ მყავს და მინდა რომ მან გააგრძელოს კაცურად და ქართულად და ვაჟკაცურად ის გზა, რაც მე კი ბატონო, ქართულად და ტრადიციების მიხედვით. მე ჩემებური ხასიათი მაქვს. მე ჩემ გზას მივყვები. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაქვს იმისი გამოცდილებაც, განათლებაც, გზა გავლილი, რომ მე იმას არასდროს არ გავაკეთებ, რომ ვინმე მთქვას, რომ ეს არასტორიაო. გამორიცხულია, მაგას არ გავაკეთებ და მაგას ადამიანი ვერც ნახავს.
რაც გავაკეთე დაახლოებით 10 დღის უკან. დიახ. ეს იყო მათემცოლი მოიყვანა 5-6 თვის უკან და რა თქმა უნდა, რაც საჭიროა, როგორც ყველა დედა, ყველა ოჯახი, რაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი გავუკეთებ და ყველაფერს გავუკეთებ ჩემს რძალს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირი გოგო, აი მე არ ვიცი, აი რასაც მე ვფიქრობდი, ვნატრობდი მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ვინ იქნებოდა ჩემი რძალი, ზუსტად ეს გოგოა და ესე იგი თქვენი ოცნების მატერიალიზება მოხდა. აი ეს მათემ ამისრულა. ძალიან კარგი. წავიდნენ საზღვარგარეთ, 5 ქვეყანაში იყვნენ და 5 ქვეყანაში დანიშნა, ხო, ხუმრობით. კი. მაგრამ დანიშნული იყო ყველაფერი. მაგრამ რო ჩამოვიდნენ, ვიფიქრე, მეც ხო რაღაცა უნდა ვაჩუქო და სად უნდა ვაჩუქო? რესტორანში, სახლში, კაფეში, ქუჩაში? არა. მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს და ახალგაზრდებმა იცოდეს. დედაზე უკეთესი ადამიანი მეორეჯერ არ დაიბადება. დედა არის შვილისთვის ყველაფერი. კი ბატონო. ამიტომ მე გავაკეთე ზუსტად ის, რაც უნდა გაეკეთებია ქართველ ტრადიციულ ადამიანს. ვის გაუხარდებოდა? თუ არა და ყველაზე მეტად დედას. ვის გაუხარდებოდა? დედას, ხო? მისი დაქორწინება, დაოჯახება, დავაშკაცება. დედას ხო არ უნახია, არც ბებიას ხო არ უნახია მათ. ნამდვილად. და აი ამ დასაჩუქრებამ გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი. თელმა მსოფლიომ გაიგო და ეს ისეთი რამე გაკეთდა, რომ მსოფლიო ისტორიაში ეს არ მომხდა რა მსგავსი რამე. პრეცედენტული შემთხვევა იყო და ყველანაირი რეკორდი მოხსნა აღნიშნულმა ვიდეომ ქართულ სოციალურ ქსელში, იქნებოდა ეს Facebook-ი, YouTube-ი, TikTok-ი, აბსოლუტურად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი რეკორდი მოხსნა და დაამხო ძირს აი დადებისთანავე. მეც ვიფიქრე, რომ იმდენად კარგი რძალი შემოვიდა ჩემს ოჯახში, მოდი ეს სად უნდა გამეკეთებია, ხო? ქორწილი ჯერ არ გაგვიკეთებია. სად გამეკეთებია და ვის გაუხარდებოდა და მეც ვიფიქრე, რომ მოდი არ უნდა თქვა ხატი არასდროს რომ არ არსებობს. როცა იტყვი რომ არ არსებობს, მაშინ არ წამს არაფერს, ხო? ნამდვილად. ყველაფერი არსებობს. და ვიფიქრე რომ მოდი ამას ესე გავაკეთებ. და ზუსტად ისე გავაკეთე, რომელიც არის ქართული, კაცური, ტრადიციული. მე რა რომ იმას არ გაუკეთებია. იმას რო არ გაუკეთებია, იმიტომ გავაკეთე ეს მე, ხო? თქვენ იყავით პირველი და პირველობა მე როგორც ვიცი, თქვენთვის არის ცხოვრების წესი. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ დედის ქუჩას. ნამდვილად. მაგრამ ვინ დაარქვა დედის ქუჩა? თქვენ. გელაბარკალაიამ, ხო? კი ბატონო. და არის დღესაც და სანამ ცხოვრება იქნება ქვეყანაში, ხო? ეს ქუჩა ხო ყოველთვის იქნება. დიახ. არ არსებობს ადამიანი ვინმე მოვიდეს და ეს ტრაფარეტი ჩამოხსნას, ხო? ესეთი რამე არ არსებობს. ამიტომ იმ ადამიანებს, ვინც მე მომილოცა, ვინც მათეს მოულოცა, ვის ეს გააკეთა, მე არ ვიცი მართლა თქვენ რაც თქვით, გეთანხმებით აჭრელებულია გაზეთი ცალკე, ჟურნალი ცალკე, მე არ ვიცი ვინ საიდან არ მირეკავს და აი გულწრფელად მინდა, აი ვინც გაიზიარეთ ეს ჩემი სიხარული, დედის სიხარული და ეს იქ რო გაკეთდა და მოეწონა, ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მაგრამ განსაკუთრებულად იმ ადამიანებს რატომ ვადღებძელებ, რატომ ლოცა, ვიცი, თავის სახლში რო არ არიან და ემიგრაციაში არიან და იქიდან რო ოჯახებს ინახავენ. უყურე როგორ მომეფერენ, იცი? არ ვიცი, აი რა გავაკეთო და სამადლობელო რა გადაუხადო, ხო მე ერთი ადამიანი ვარ და ეს ადამიანები ძალიან ბლომად არიან, ხო და რა ვიცი, ალბათ მოვა ისეთი დრო და ყველას გადაუხდე. აი ცხოვრება წინა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ბატონო გელა, ძალიან აქტუალური კითხვა თქვენს გარშემო, რაც დღეს თქვენს მაყურებელს აინტერესებს. როგორ დაიწყეთ ბიზნესი და რა ეტაპები გაიარეთ იქამდე, სანამ მოხვდოდით აი ამ წერტილამდე? დღეს რომ მითხრა თავიდან გაივლიო, ვერ გავივლი. იმდენად შრომატევადი იყო. ერთმა პრობლემამ მეორე პრობლემა გამოიწვია. მე ხო პატარღობიდან დავიწყე. თქვენ წარმოიდგინეთ, სენაკში დავიბადე, სენაკში გავიზარდე და პირველი ავტომობილი ჟიგული გავყიდე 18 წელს რო ვიყავი. იმის შემდეგ წარმოიდგინეთ თქვენ
მოვდივარ და აი როგორ არის იცით? აი პატრონი რო არ აყავს ძალიან ძნელია. დიახ. თუ არა და არ მინდოდა ეს პატრონი. უყურე როგორ არის? პატრონს როცა გაიჩენ არის შენი თავის დამცირება. აი მე ფულს შოულობ, ხო? მე ვწვალობ. შეგვაქვს სადაც საჭიროა იქ ყველგან. და მე რომ მოდიხარ ახლა იმიტომ რომ იმ სკამზე ზიხარ და მე წილი უნდა მომცე, ეს არასდროს არ გამიკეთებია და არასდროს არ გავაკეთებ. მე იცის დათომაგერ 300-400-500-მდე ავტომობილი მაქვს გაჩუქებული. დიახ. და სახლი მაქვს სხვაზე ნაყიდი. გელაბარკალაიას ახლა იძახიან სად იყო გელაბარკალაია აქამდე. გელაბარკალაიას დაჭერამდე უფრო მეტი ინვესტიცია აქვს. 100-ჯერ მეტი ინვესტიციაა გაკეთებული, ვიდრე ახლა ვაკეთებ და ვეხმარები. უბრალოდ ეს არ გამოგქონდა არასდროს გელაბარკალაიას არ გაუკეთებია ეს. კი ბატონო. არასდროს არავიზე არ მithქვია. ბიბლიაზე ხელს დავდებ და ვიტყვი რომ ციხიდან დაახლოებით 1000-1500 2000-მდე რა ციხიდან 6 წლის განმავლობაში სიკეთება გაკეთებული ადამიანებზე. ზოგიერთი ხო იცი აი შმაკები რო არიან და დაუძინებელი ავამტყოფები რო არიან დაგიწერენ, იცი რა კაცო შენ რა გინდა ეს მანქანა მიეცი სხვას. მე ციხიდან რამდენ ადამიანს მანქანა ვაჩუქე. ვინც ღირსი იყო, ინვალიდი იყო თუ ასე შემდეგ. შეზომოპირები. მე მიწა მაქვს ნაყიდი და ბევრი რამე ციხიდან გაკეთებული. უფრო მეც ვაკეთებდი ადრე, ვიდრე ახლა და ახლა კიდე ეს თქვენ უკეთესად იცით ახალგაზრდებმა სოციალური ქსელია და მე ახლა რა თმინდა ჩემი თავის რეკლამა, ხო? უბრალოდ ეს არის კომპანია რას აკეთებს, კომპანიამ წინ წაიწიოდა და ადამიანებს დავანახოთ რეალურად ყოველდღიურად რას ვაკეთებთ და თქვენაირ ახალგაზრდებს, დათოსნაირ ახალგაზრდებს, საერთოდ საქართველოში მოცხოვრებელ ახალგაზრდებს რაღაცა პატარა სტიმული მივცე, რომ გვიან არასდროს არ არის. კი ბატონო. ნებისმიერ დროს შეიძლება ცხოვრების დაწყება. ნამდვილად, ასე არის. მაინტერესებს დღეს რა ხდება მათემოტორში. ნუ იცით ახლა მათემოტორსი პირველი კომპანია იყო საქართველოში წლების განმავლობაში, მაგრამ გულახდილად გეუბნები რომ დავიღალეთ ამ ვიღაცების შეკვეთებით, კიდე შეკვეთებით ძალით პრობლემების გაჩენა. რომ არა ძალით სპეციალურად და იურისტი ხარ და მარტივად გაიგებ. აი ძალით რო პრობლემებს გიქვნიან, იმიტომ რომ სხვა ვერ აკეთებს იმას, რასაც შენ აკეთებ. იმას ვერ მოყავს, ვერ ყიდის, უკეთეს შენ ყიდი, უკეთეს ფაში ყიდი და მარტო ეს არის კონკურენცია და ვიღაცა კონკურენტს პატრონი გამოუჩნდება და მე ყველა სისტემა მუშაობს, რომ შენ რამენაირად დაგჩაგრო. მე როგორც ვიცი, თქვენ ჯანსაღი კონკურენციის მომხრე ხართ. მე ბევრჯერ დამიძახეს და შენ იქნები მარტო და მე გამეცინა მე როგორ შეიძლება მარტო ვიყო ვინო არ მე. მონოპოლია თქვენი სტილი არ არის. არ არის ჩემი სტილი. ვინც იტყვის რომ მე მონოპოლია მინდა, ის არც ტრადიციული, არც კაცი, ეს არის უსინდისო ადამიანი. სხვას რო დააჭერიებს, იმიტომ რომ შენზე მეტი ჭკუა აქვს და ძლიერია, ის კაცი არ არის და იცის ეს თემა საქართველოს ვინც არის ამის ყველაფრის შემკვეთი და მოვა მაგის დრო და მაგის ითქმევა. როგორც იურის ბატონო გელა მაინტერესებს ბიზნესში რა იურიდიულ პრობლემებს აწყდებით? ახლა როგორ არის იცით, ის არ არის ის პრობლემა რაც იყო წინათ, სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემები არის, თლადის არ იყო, არ არის, მაგრამ იმდენად ისეთი უსუსური პრობლემები არის, ადამიანს რო უთხრა გაეცინება. მაგრამ ამაზე ხვალ ზეგ ჩვენ უკვე გვიქნება საუბარი. ვინაიდან მე ძალიან დიდ პატივცემ დღევანდელ ხელმძღვანელს. ბატონ ირაკლი კობახიძეს, ახალგაზრდა კაცია. მე მას დუბაიდანაც მოულოცე და მოუწოდე, რომ ჩემნაირი ადამიანები თუ დაუდგება გვერდზე, ყველაფერი კარგად იქნება. წინა მორბედმა ბევრი რამე პრობლემები შექმნა. ეს პრობლემები უნდა დალაგდეს და ჩვენ ხვალ ზეგ მას გთხოვთ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დალაგდება და მარტო 10 კაცი არ უნდა იყოს ბიზნესმენი. ისინი, რომლებიც ესე იღებენ პარლამენტში ხელს, არა,
ბიზნესმენები ვართ რეალურად ჩვენ და ჩემნაირი ხალხი, რომელიც ხმამაღლა ამბობს, რომ მე ვარ ბიზნესმენი. მე არაფრისი არ მეშინია და არ შემშინებია და დღემდე მოვედი ისე. თუ ვინმე არის ბიზნესმენი დღეს ჩემს დარგში, მეც ვარ, ხო? კი ბატონო. ბატონო გელა, ახლა აქ ვსივართ, განვიხილავთ სხვადასხვა თემებს და თქვენს მაგიდაზე ვხედავ უამრავ წიგნს, რომლებიც ეკუთვნის მსოფლიო ლიდერებს. აქ არის ზელენსკი, ობამა, გაყიდვებთან დაკავშირებით ბრაიან ტრეისი. მოგორეთ, მე ბევრი სტუდენტებთან ლექცია წამიკითხია, აქაც მოდიან. მსოფლიო გამოფენის წევრი ვარ უკვე 14 წელია. თუ წიგნი არ წაიკითხე, 2 მეტრი წინ ვერ წაიწერე. უნდა იცოდე საქართველოს ისტორიაც და ყველა ქვეყნის ისტორია, რომელიც შენ გაინტერესებს და მით უმეტეს დიდი ქვეყნების. აი მაგალითი ავიღოთ. წიგნი არ არის ლიდერების, მე თავიდან ბოლომდე რო არ წამიკითხია, მაგრამ ლიდერების შეცდომებს უშვებენ. აქ არ არის ისეთი წიგნი, რომელიც თავის მემუარებში არ წერდეს, რომ მეც რაღაცა შეცდომა დაუშვი და იმ შეცდომას წერე. მე ამას ვკითხულობ და ვცდილობ მათ რაც შეცდომა დაუშვეს, მე არ დაუშვა. გასაგები. აი უყურეთ ახლა. ძალიან კარგი შეკითხვა. აქ არის ყველა, აი წარმოიდგინეთ, ყველა პირველი პირების წიგნებია, აი ათათურქი და ყველა ესეთი ადამიანების წიგნები. ეს მე ილონ მასკი, მეილ მასკი. აი უყურეთ, დაზეპირებულები მაქვს მე ეს წიგნები. და ეს ჩემი მეგობარია უშუალოდ. ილონ მასკი, ეს ჩემი მეგობარია და კარგი კაცია და კარგი ბიზნესმენი ახლა დღეს ნომერ 1 ბიზნესმენად ითვლება. აქ არის ზელენსკი, აქ არის სტალინი, აქ არის კიდევ სტალინის წიგნი და აქ ბევრი წიგნები, აქ არის ჩვენთვის მეგრელებისთვის ერთ-ერთი საამაყო კაცი, ეს არის ბერია და ახლა რა მინდა გითხრა. ხატია. აქ ხო ამდენი წიგნებია. კი ბატონო. სოფლიო დიდია, ხო? დიახ. თუ შენ მე დამისვამ შეკითხვას, რომ ვინ არის გელა ბარკალაიასთვის მისაბაძი პრეზიდენტი, ვაშკაცი პრეზიდენტი. დიახ. კარგი კაცი, მის ხალხს რო უყვარს, ხალხს რო ეხმარება და დღეს რო ჩემთვის ნომერ 1 ადამიანია, აი ეს არის ეს და ეს წიგნი მე 3 დღის უკან გამომიგზავნეს ბაქოდან. კი ბატონო. ამნაირი კაცი არ დაბადებულა. დიახ. ეს იყო უჩკვიანესი კაცი. ამ კაცმა ალიევმა, მამა ალიევმა, უყურე, აი ორივე მამაშვილი. შვილი დატოვა, უკეთილ შობილესი შვილი. ოჯახი რო უყვარს და ქვეყანა რო უყვარს. მე ამ ალიევებზე მე ფანიო რო თქვენ ხო იცით? ფეხბურთელების ფანები ხარ, მოჭიდავეების. როგორც თქვენ ყავს ფანები? აი მე ვარ ამ ოჯახის ფანი. აჰა. ამ ოჯახის ფანი ვარ, მარტო ამისი კი არა. მე არ ვიცი, აი ეს ალიევები არიან ჩემთვის საუკეთესო მაგალითი კაცობრიობაში. აი ყური როგორ მაქვს მონიშნული, აი 100%-ით რაც უნდა იცოდე, ყველა ეს მონიშნული მაქვს, ყველა ეს 2-ჯერ, 3-ჯერ მაქვს. აი ყური როგორ მაქვს დათვალჩვენე, ყური, აი როგორ მაქვს მონიშნული. აი ყველგან რაც არის მნიშვნელოვანი, აი ყური როგორ მაქვს მონიშნული. ყველა წიგნი, აი როგორ მაქვს მონიშნული, რაც უნდა 100% ყური მონიშნული როგორ მაქვს. ეს ყველაფერი წიგნით უნდა ისწავლო. განათლებულზე უკეთესი არაფერი არ არის. გაუნათლებელ ადამიანთან ქალთანაც ზედმეტია ჯდომა და კაცთან ვერ დაждები. რა თემაზე უნდა ისაუბრო გაუნათლებელ კაცთან, ხო? ეს ერთი. მეორე. აგერ არის წიგნი და მიდი და პრაქტიკა მიიღე. 50% თუ განათლება გააქვს მიღებული და 50% თუ შენ პრაქტიკას დაეუფლები, შენ გამოხვალ ნამდვილი ბიზნესმენი. კი ბატონო, ისეთი როგორიც თქვენ ხართ. გვაძლევთ პირობას. როგორ არის ჩემი ამბავი, ვიცი? მე დიდი გზა გავიარე. თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ რო ილაპარაკო, საბუთი უნდა გქონდეს და ჩვენ საბუთიერად ვისაუბრებთ.
ერთს გეტყვი, ჩემნაირი ადამიანი ციხეში არ უნდა გაეშვათ. რაც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა მომختარიყო, გელა ბარკალაია, რომელიც დღე და ღამე ქვეყნისთვის ფიქრობს, ხალხისთვის ფიქრობს, ახალგაზრდების წარმატებისკენ ფიქრობს, გელა ბარკალაია ესე უსუსურად ციხეში არ უნდა გაუშვათ, მაგრამ რა გინდა რა. თემატურად მივადექით ძალიან სენსიტიურ თემას და მინდა გკითხოთ, რთული იყო ციხე? უყურე როგორ არის. ჩვენ კიდევ გავიმეორებ, რომ ამაზე ცალკეთ სასაუბრო გვექნება, მაგრამ ამაზე უარესი არ არსებობს. არის სიკვდილი და სიკვდილს ჯობია ციხე. წარმოიდგინე ახლა გელა ბარკალაია დაიჭირო და 6 წელი ჩაჯდეს იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს. ან ვიღაცამ უთხრა, რომ ესე გააკეთებო და ამას მე არასდროს არ ავყვები და არ აყოლილ ვარ, თუ გინდა თავიც რო შევწირო. მე ცხოვრობ ტრადიციებით, დედაჩემზე არავის არ შევაგინებიებ და ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს და აი თქვენი ტოლი ახალგაზრდები მიყვარს. თქვენ ხო უყურებთ ახლა მე როგორ ვარ? მე ხვალ რო დამჭირდეს და მიშველეთ მეთქი ახალგაზრდებს რო უთხრა, 1 მილიონი ახალგაზრდა მოვა. იმიტომ რომ მე მიყვარს ახალგაზრდები. კი. და ახალგაზრდებშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ციხეში მამაკაცებიც კი ტერია. მათე იყო 14 წლის. აჰა. რო დამიჭირეს. და წარმოიდგინე ახლა მე მათეს რო ვერ დაურეკავ 9 თვე. ან მათეს რო ვერ უნახავ 9 თვე. ამაზე უარესი შეურაცხობა ადამიანისთვის არაფერი არ არის. გელა ბარკალაია შვილს არ ანახე. 9 თვის განმავლობაში. და ვინაა გელა ბარკალაია რა გააკეთა ისეთი? ისმება კითხვა რომ შენ ერთი ბიჭი ყავდეს და 14 წლის იყოს და არ ანახებდი. და დამთავრდა სასამართლო, მომისაჯეს 6 წელი და ძალიან კარგი კაცი იყო კინკლაძე, ესეთი იყო ნოდარ კინკლაძე და მითხრა რომ ხვალ მათეს განახებთ. კარგი მეთქი მერვე დაწესებულებაში. და მათე მოყავთო ხვალ პირველ საძეო. მათე შემოიყვანეს. თქვენ იურისტი ხარ და სხვაზე უკეთესად ერკვევით, როცა მოყავთ მათე დასვეს იქით, აქ არის შუშა, აქეთ ვზივარ მე. მათე რო შემოვიდა, გული შემიწუხდა. აიღო ტელეფონი და უნდა ხო დამელაპარაკოს, მე წავიღე აქი ტელეფონი. თუ არა და 15 წუთი გვაქვს დრო. ამ 15 წუთში უნდა მოვასწროთ მე და მათემ საუბარი და ამას თვითონ ბატონი ნოდარი უკეთილშობილესი ადამიანია, კინკლაძე წესიერი კაცი, ციხის უფროსი, მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის და მითხრა რომ რამენაირად დაელაპარაკე, უთხარი რომ მალე გამოხვალ და ასე შემდეგ. ამას ახლა ციხის უფროსი რო გეტყვის, ციხის უფროს არ დაუჭერი ხარ. აიღო მათემ ტელეფონი. ავიღე მე ტელეფონი. და იმდენად ცრემლები წამომივიდა, აქ რაღაცა გამეჭყირა და მათეს მამა როგორ ხარ ისიც ვერ უთხარი 14 წუთი. აი ეს ვიზიტის დრო წაიღო აი წარმოიდგინე მათე დაждდა იქით 15 წუთი გვაქვს. მე დაუჯექი აქით შუაში არის შუშა, არაფერი არ ისმის, მარტო ტელეფონით უნდა ველაპარაკო, ხო? 14 წუთის განმავლობაში იმდენად ცრემლები მომდიოდა. აქ რაღაცა გამეჭყირა, რომ მათე როგორ ხარ, ესეც ვერ უთხარი. მე 15 წუთს უთხარი, რომ მათე როგორ ხარ მეთქი და ეს ახლა ხო ყველაფერს უსმენენ და 3 წუთი დამიმატეს და კიდევ ერჯერ ციხის ადმინისტრაციას დიდ მადლობას ვუხდი მერვე დაწესებულების, მე-12 დაწესებულების, სადაც მე ვიყავი. არ ვიცი, თუ რამე შეიძლება და ყველანაირი ხელისეწყობა მქონდა, იცოდნენ იმათმაც, რომ ყვილა ვიჯექი. და აქედან წარმოიშვა იდეა? აქედან მიუბრუნდი თუ არა იმ დღეს, ხატია, მიუბრუნდი. ჩავედი პირველ სართულზე იყო ბიბლიოთეკა, ავიღე ფურცლები, დავჯექი და დავიწყე წერა, რომ ციხეში მამაკაცებიც კი ტერია და ეს წიგნი იქნება მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი წიგნი, იმიტომ რომ ზუსტად 6 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ეს ზუსტად არის მოყვანილი. აღწერილი გაქვთ დეტალურად, დარწმუნებული ვარ პრეზენტაციიდან,
მოყოლებული, უკვე ბესტსელერი გახდება და უკვე ველოდებით. მე იმდენად ვმუშაობ ამაზე, რომ შავი საქმე ყველაფერი დამთავრებულია, უკვე ასწორებენ და წარმოიდგინე ყდაც რო ყდარი, ესეც უნდა იყოს ისეთი, რომ იკითხონ, რომ ეს ვინ გააკეთა, ვინ და ვიცი მე თქვენი სტანდარტები მაქსიმალისტი ხართ ყველგან და ყველაფერში. კი ბატონო, რადგან იმდენად საინტერესოა, ახლა ზოგიერთმა შეიძლება თქვაც, რომ აი აქ შიგნით რა წერია ისა მთავარიო, მაგრამ არა. როგორც თქვენ ახლა ლამაზად გამოიყურებით, გარეგნულად, კარგით ჩაცმული ხართ, ადამიანს ყველა სიამოვნებს, ხო? იგივეა წიგნიც, ხო? თუ წიგნს კარგი ყდა აქვს, შიგნითაც შინაარსი კარგი უნდა იყოს. ამიტომ იმ დონეზე ვაკეთებთ, რომ თლიანობაში წიგნი იყოს წასაკითხავადაც კარგი და შინაარსი იქნება უკეთესი რო არ არსებობს. ზუსტად ის, რაც რეალობაა. კი ბატონო. სხვისი ნათქვამი არა. დიახ, მხოლოდ პირად მოტივებზე დაფუძნებული. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა. ვფიქრობ საზოგადოებისთვის ძალიან ხშირად დასმულ კითხვებს გავეცით დღეს პასუხები და მსგავსი ტიპის გადაცემები ხშირად გვექნება, სადაც ადამიანები დაგვისვამენ კითხვებს და თქვენ ამაზე უპასუხებთ. ხომ? იმიტომ რომ ცნობილი ადამიანების ირგვლივ ხდება ჩვენ ეს ძალიან გვაინტერესებს. კიდევ ერჯერ საქართველოს მოსახლეობას და კიდევ სხვა ქვეყნების დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ყურადღებისთვის, იმ პატივცემისთვის. აი მარტო აი ამ დედაჩემის დღე იყო იმ დღეს, ხო და დავამთხვიეთ, რომ დედაჩემის დღეს გარდაცვალების დღეს ჩვენ ეს პატარა ცერემონიალი გამეკეთებია, ხო? რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გაგეკეთებია, ამას არაფერი გამოხმაურება არ ექნება. აქ კიდევ მილიონობით ადამიანმა, აი წარმოიდგინე, ორ დღეში 2 მილიონმა ადამიანმა მომწერა, რომ შენ გამზელ დედას ვენაცვალე. ყველა სოციალურ ქსელში ეს ტრია. აი ახლა მე იმ ხალხს არ ვიცი, როგორ გადაუხადო ეს ამადლობელი არ ვიცი. აი ღმერთმა მინდა რომ დიდხანს სიცოცხლე უსურო მეტი რა გავაკეთო. მე ერთი ადამიანი ვარ და სადაც დავждები, იცოდეთ, დედებს მინდა განსაკუთრებით, დედა თქვენის დამადობით, დათო, ყველა დედებს მინდა ყველა დღესასწაული მოულოცო ცოცხლებს და ვინც არ არიან გაანათონ ღმერთმა და ყველას მინდა უთხრა, რომ იქ ყველაფერი არსებობს. აი ის მაძლევს ზუსტად სიძლიერეს. იმის შემდეგ იქ რა ცერემონიალიც გაკეთდა. იმის შემდეგ სულ სხვა ადამიანი ვარ. გასაგებია. 20 წელი მომაკლო იქაურმა ერთმა დღემ. ეს არის თქვენი მამოძრავებელი, მამოტივირებელი, რა თქმა უნდა. ძირითადი ძალა და ენერგია. კი ბატონო და მათეს ვეუბნები და ჩემ შვილიშვილებს, რომ საფლავს როცა დაივიწყებ, ყველაფერი დაგავიწყდება და ყველა დაგივიწყებს. საფლავი არ უნდა დაგივიწყდეს. როგორ რა არის რესტორანში აჩუქე ან სახლში აჩუქე, არა. ის გავაკეთე ზუსტად, რაც ქართულ კაცს უნდა გაეკეთებია. მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა. ახლა ვიღაცამ შეიძლება 1-მა, 2-მა, 3-მა დაგიწეროს, რომ ესო ტრადიციული, შენ საიდან მოიტანე, რომ არ არის ტრადიციული. მე გეუბნები, რომ ეს არის ზუსტად ტრადიციული, კაცური და ქართული. ხო და მე უნდა უთხრა ახალგაზრდებს, რომ დედის, მამის და საფლავზე უკეთესი ღმერთმა ქნას, რომ არავინ არ წავიდეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ყველა წამსვლელები ვართ, ხო? მაგრამ საფლავი არასდროს არ უნდა დაივიწყო. პირველ რიგში საფლავში უნდა ახვიდე და რაც არ უნდა გაჭირება იყოს, თუ ცოცხალი ხარ და ჯამწელი ხარ, იქ ესე კვერცხი უნდა გადააგორო დღესასწაულზე და ხშირად მიხვიდე გადაწმინდო, ხო და ღვინო უნდა გადაასხა. აი მაშინ იქნები შენ თავში მართალი. თუ შენ ამას არ გააკეთებ და სხვა თავის საფლავზე აკეთებს და შენი საფლავი იქ დაბინძურებულია, მაშინ ღმერთი შენ ერთი ნაბიჯი წინ არ წაგწევს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო როგორც ჩემთვის, ასევე დარწმუნებული ვარ თქვენი მაყურებლისათვის და ჩვენ სხვა თემატიკით, სხვა კითხვებით კიდევ დაუბრუნდებით. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ დაგვრთანხმდი ძმაკაცობაზე, მეგობრობაზე
ჩვენს კომპანიაში მოსვლაზე, თანამშრომლობაზე და რა თქმა უნდა, უშენოდ ჩემი პირადი საქმეები რაც იქნება, რაც ეხება იურიდიულ საკითხებს, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩაერევი და ვიძმაკაცებთ. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და კიდევ ერთჯერ დიდი მადლობა გადაუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი სიტყვა მაინც კარგი თქვა და მოეწონა და მოსწონს ჩემი გადადგმული ნაბიჯები. კი ბატონო, მადლობა და გემშვიდობებით.